გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა მოადგილეებთან და რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე ტერიტორიაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ მიწისქვეშა კაბელ არხებში განათავსეს. მოეწყო გარეგანათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი და მოსაცდელები. საპარკინგო ადგილები ასევე დამონტაჟდა შუქნიშნები. პარალელურად გზის მიმდებარედ არსებული 3 სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება ჯამში. 5,404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარეგანათების და სარწყავი სისტემები. დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5,300,000 ლარზე მეტი შეადგინა. სანდრო ახმეტელის ყოფილი აკაკი ვასაძის ქუჩა, რომელიც იყო ცუდ მდგომარეობაში. ქუჩაზე სამუშაოების თვალსაზრისით პირველი რაც გაკეთდა, ეს არის კომუნიკაციების განახლება. მიწისქვემოთ არსებული ქსელი მთლიანად ამორტიზირებული იყო. სერიოზულ პრობლემას უქმნიდა აქ არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს, ეტბორებოდათ სარდაფები. დღეს აღნიშნული პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. პროექტის ფარგლებში გაკეთდა სადრენაჟის სისტემა, სანიაღვრის სისტემა მთლიანად შეიცვალა, საკანალიზაციო, გაზის მილები, წყლის მილები, ყველაფერი რაც კი აუცილებელი იყო გამოცვლილია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზისპირა თარგების გამწვანება, რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო დაახლოებით 500 ძირი ბუჩქი. ასევე მიმდინარეობს 3 სკვერის რეაბილიტაცია, სადაც ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. აღნიშნული ქუჩის მონაკვეთი არის ქერჩისა და ვეკუას ქუჩის მთავარი დამაკავშირებელი კვანძი. სამუშაოების ფარგლებში სრულად კაპიტალური სამუშაოები ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელებს, განახლდა წყალარინების სისტემა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოეწყო ახალი ბოძები, LED სანათები, საჰაერო კაბელები განთავსდა მიწისქვეშა კაბელ არხებში.